პირველ სცენარს აქვს ყველაზე დაბალი ალბათობა, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი მასშტაბური სამხედრო სახმელეთო ოპერაცია შეერთებულ შტატებში კარგი ხანია აღარ უწარმოებია. ვენესუელა არ არის პატარა სახელმწიფო, ის არის საშუალო ზომის ქვეყანა 30 მილიონი მოსახლით და ისეთი რელიეფით, სადაც შესაძლებელია თავდაცვითი სამხედრო ოპერაციების წარმოება. ამასთანავე ის უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ტიპის სამხედრო ოპერაციები, პრაქტიკულად სრულმასშტაბიანი ომი კრიტიკულად მიუღებელია თანამედროვე ამერიკული საზოგადოებისთვის და ასევე თავად პოლიტიკური ისტაბლიშმენტისთვისაც, კონკრეტულად დონალდ ტრამპისთვისაც, რომელსაც ბოლო თვეებია მშვიდობის წრედად მოაქვს თავი და ყოველდღიურად ამბობს თუ რამდენი კონფლიქტი დაამთავრა და რომ ის გლობალურ მშვიდობას ამყარებს და ამ ძალისხმევაში ის ყოველდღიურად ასევე ითხოვს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებას, ამიტომ ეს სცენარი შეიძლება პრაქტიკულად გამოვიცხოთ. მეორე სცენარი მეტწილად გავს პირველს, გამომდინარე იქიდან, რომ ისიც მოითხოვს სახმელეთო ინტერვენციას, თუმცა შეზღუდული მასშტაბით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სცენარში მოიაზრება მხოლოდ ვენესუელას სანაპირო ზოლის კონტროლი, კონკრეტულად ამ სანაპირო ზოლში განლაგებული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების და პორტების. ამ სცენარს აქვს საკუთარი მინუსები. მსგავსი შეზღუდული ინტერვენციით შეერთებული შტატები ვერ მოახერხებს თავად ვენესუელურ ნავთობსაბადოებზე კონტროლის დამყარებას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საბადოები მდებარეობს ვენესუელას ტერიტორიულ სიღრმეებში. პირველი ამ შემთხვევაში უნდა აღვნიშნოთ მდინარე ორინოკოს აუზში მდებარე ნავთობსაბადოები, სადაც ვენესუელას ნავთობის რესურსების ძირითადი ნაწილია განლაგებული, ხოლო მეორე ეს არის მარაკაიბოს ტბაში მდებარე ნავთობსაბადოები. მარაკაიბოს აუზში მდებარე ნავთობი არის მთავარი საექსპორტო ნავთობი ვენესუელასთვის, გამომდინარე იქიდან, რომ აქ ნავთობის მოპოვება გაცილებით იოლი და იაფიჯდება, ვიდრე ორინოკოს აუზშია ეს შესაძლებელი.